გასახელია, მაგრამ ძალიან საბავშვო ჯადოსნური რეაქციები. საქართველოს მინდა მიულოცო დამოუკიდებლობის დღე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალაქ ფოთში მასპინძლობს მოსულ სტუმრებს. ჩვენ გამოფენილი გვაქვს სხვადასხვა დანაყოფის როგორც სპეცტექნიკა, ასევე თითოეულ დანაყოფს აქვს თავისი სტენდი, სადაც ბავშვებისთვის საინტერესო აქტივობები არის დაგეგმილი და ხორციელდება. თითოეულ მოსულ სტუმარს შეუძლია გაეცნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას. აქ არის მოწყობილი მომსახურების სააგენტოს იმიტირებული მართვის მოწყობის გამოცდა, ასევე საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს წარმოდგენილი აქვს ქიმიური შოუ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს იმიტირებული გამშვები პუნქტი და უსაფრთხო ქალაქი, აქვე არის დაცვის პოლიციის დანაყოფი და რაც თავარია გამოფენილია ტექნიკა. ჩვენს მოსულ სტუმრებს შეუძლიათ ნახონ სრულიად ახალი ვერტმფრენი, რომელიც სასაზღვრო პოლიციამ შეიძინა, ასევე სახანძრო ავტომობილები, რომლებიც სულ ახლახანს შევიძინეთ, ასე რომ ძალიან საინტერესო და აქტივობები დატვირთული დღე არის ფოთელებისთვის. ფოთის ცენტრალურ მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების მიერ ბავშვებისთვის მოწყობილია გასართობი და შემეცნებითი სივრცეები. მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალურად შექმნილ სტენდებსა და ინსტალაციებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკას და სპეცტექნიკას. დახვდებათ იმიტირებული შემთხვევის ადგილი, დაქტილოსკოპიური სივრცე, სადაც მოხდება დიდი სანაბეჭდების აღება, მართვის მოწმობების გაცემა ხდება, ველურბოლა და ძალიან სახალისო ღონისძიებებია დაგეგმილი. მინდა მთელ საქართველოს მიულოცო დამოუკიდებლობის დღე. დღეს ფოთში ნამდვილად საინტერესო აუღელველი გარემო არის შექმნილი, ისთვისაც მადლობა მინდა უთხრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქ მოსული ყველა თაობის და ადამიანისთვის ნამდვილად სიამაყის განცდა საჩენს აქ შექმნილი გარემო ჩვენი ქვეყნისთვის. ყველაზე ეროვნულ დღესასწაულზე განსაკუთრებით მიხარია აქ ბავშვების სიმრავლე, რომელთათვისაც არის სხვადასხვა ინტერაქციული თამაშები და საინტერესო იმიტირებული პროცესები, რაც დარწმუნებული ვარ მათ ცნობიერებაზე მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს. მე მომეწონა ყველაფერი, ჩავაბარეთ 112-ის გამოცდები, ავიღეთ ველოსიპედის მართვის მოწმობა, გავაკეთეთ პირადობები, ძალიან მოგეწონა, არის სახალისო და ძალიან მომეწონა ყველაფერი და მადლობა ყველაფრის. როცა დღეს 26 მაისს დღეს ქალაქ ფოთში ძალიან ბევრი სახალისო აქტივობა ჩატარდა მართვის მოწმობის აღება, პასპორტის აღება, ასევე ცოცავ კედელზე ამოსვლა და სხვა სახალისო აქტივობები.